კიევის აღების დღისადმი მიძღვნილ აღლუმზე უკრაინელი სამხედროების ესჩავლა ყველას დიდხანს ემახსოვრება. ისტორიაში პირველად საფრანგეთის ეროვნულ დღესასწაულში მონაწილეობა უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებმა მიიღეს და ელისეის მინდვრებზე უკრაინის სახელმწიფო დროშით ჩაიარეს. საფრანგეთში მომზადებული უკრაინელი პილოტები მართავდნენ ორ ავიაგამანადგურებელს, რომლებმაც სამხედრო აღლუმის დროს პარიზის თავზე გადაიფრინა. იმ დროს, როცა ყველა უკრაინის შეიარაღებული ძალების ასეთ აღიარებას და პატივისცემას ზეიმობდა, არაფერი მოასწავებდა, რომ ქვეყანაში დაბრუნებულ პრეზიდენტ ზელენსკის უმწოვესი პოლიტიკური კრიზისი დაუდგებოდა და ერთი მინისტრის გათავისუფლების გამო ხალხი ქუჩაში გავიდოდა. თუმცა მიხაილო ფედოროვის თავდაცვის მინისტრის პოსტიდან გადაყენებამ ისეთი საზოგადოებრივი პროტესტი გამოიწვია, რასაც ალბათ ვერავინ წარმოიდგენდა. კიევი და უკრაინის დიდი ქალაქები რამდენიმე დღეა პროტესტმა მოიცვა. ხალხი ცენტრალურ მოედნებზე სახელდახელოდ დაწერილი ბანერებით იკრიბება და ხელისუფლებამდე საკუთარი სათქმელის მიტანას ცდილობს. ეს პირველი შემთხვევაა, როცა უკრაინელი ხალხი ქუჩაში არა ვინმეს გადაყენების, არამედ თანამდებობაზე დაბრუნების მოთხოვნით გავიდა. მომიტინგეები ღიად ამბობენ, რომ თავდაცვის მინისტრის პოსტზე ისევ იმ კაცის ნახვა სურთ, ვინც ხალხში გამარჯვების იმედი დააბრუნა და ფრონტზე ვითარება უკრაინის სასარგებლოდ შეცვალა. მისი მინისტრობის დროს რუსების შეჩერება შევძელით, მათი ტემპი შევაჩერეთ. ჩვენ დავიწყეთ დარტყმების მიყენება რუსეთისთვის. დავიწყეთ მათ ნავთობ გადამამუშავებელ ქარხნებზე შეტევები. მივაღწიეთ გარკვეულ წარმატებას ბრძოლის ველზე და ნელ-ნელა გამოვდიოდით უიმედობიდან. ახლა კი ალბათ ისევ უკან წავალთ. მე მხარს ვუჭერ თავდაცვის სამინისტროში პოზიტიურ ცვლილებებს. მე კორუფციის წინააღმდეგი ვარ. ძალიან მინდა დავამარცხოთ ძველი სამხედრო სისტემა. ასევე მხარს ვუჭერ ახალ ტექნოლოგიებს, რომელსაც ფედოროვი ნერგავდა და ავითარებდა. ფედოროვმა მინისტრის პოზიციაზე თავი ძალიან კარგად წარმოაჩინა. ის, რაც მან 6 თვეში გააკეთა, 7 წლის განმავლობაში არავის გაუკეთებია. მანამდე სულ გვესმოდა რა სქემებით იპარავდნენ ფულს, მაგრამ მის დროს ასეთი არ მომხდარა. ამიტომაც გვინდა, რომ ის დარჩეს თანამდებობაზე, რადგან მასთან არის დაკავშირებული მოქმედება და გამარჯვების იმედი. Федоров показав ефективність не тільки в ფედოროვმა ეფექტურობა აჩვენა არა მხოლოდ რუსებისთვის სტარლინკის შეზღუდვით, თავდაცვითი დრონებისა და პროგრესული რეფორმების მიმართულებით, არამედ თავდაცვის სამინისტროში კორუფციის აღმოფხვრის კუთხითაც. ძალიან ბევრი კორუფციული სქემა, მათ შორის თავდაცვით შესყიდვებთან დაკავშირებით ჩამოშლას იწყებდა. це загалом дуже печально. სამწუხაროა, რომ ძველმა სისტემამ მომავალსა და ეფექტიანობაზე გაიმარჯვა. І майбутнього цифрових рішень, ефективності. უკრაინელი ჟურნალისტების ინფორმაციით, ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მინისტრი, რომელმაც ომის არქიტექტურა შეცვალა, ენერლებთან ბრძოლაში დამარცხდა. საიდუმლო აღარავისთვისაა, რომ ფედოროვს მწვავე დაპირისპირება შეიარაღებული ძალების მთავარსარდალ ოლექსანდრ სირსკისთან ჰქონდა. ჟურნალისტების ინფორმაციით, კონფლიქტი ბოლოს იქამდე მივიდა, რომ შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა პრეზიდენტს ულტიმატუმი წაუყენა და არჩევანის გაკეთება მოსთხოვა. ვოლოდიმირ ზელენსკის საჯაროდ ასეთ დეტალებზე არ უსაუბრია, თუმცა კონფლიქტის სიმწვავე დაადასტურა. Президент під час війни не має ომის დროს პრეზიდენტს არ უნდა უწოდოს მსგავსი სიტუაციების გარჩევა. გულწრფელად გეუბნებით, ძალიან სურს ერთობა, თუმცა მხარეებმა ამას ვერ მიაღწიეს და ეს პრობლემა მხოლოდ მათი არ არის, ჩემისა. ანუ პასუხისმგებლობას არ ვიხსნი. ასეთ სიტუაციებში არჩევანი ან ერთ მხარეს უნდა შეჩერდეს, ან მეორეზე, რადგან ისინი მოლაპარაკების მაგიდასთანაც კი ვერ ხდებიან. ორივე მხარეს პატივისცემით ვეკიდებით, ან ვაჩვენებ, რომ თუ მხარეები თავად ვერ შეძლებენ საკითხის გადაწყვეტას, მაშინ მას მე გადავწყვეტ. прийдеться вирішувати мені. გენერალ სირსკისთან დაპირისპირების დეტალებზე თავად ფედოროვმა პირველად წასვლის შემდეგ ისაუბრა. ბოლო პრესკონფერენციაზე მან პანდორას ყუს თავი მოხადა და საჯაროდ გამოიტანა ყველა პრობლემა, რაც უკრაინის შეიარაღებულ ძალებს აქვს. გენერალი სირსკი მისი ინიციატივების დაბლოკვასა და ინტრიგების ხლართვაში დაადანაშაულა.
Але ми стикнулися з тим, що всі ініціативи, які შევეჯახეთ უამრავ პრობლემას. ინიციატივები, რომელსაც ვთავაზობდით, იბლოკებოდა და სირსკი არსებულ პრობლემაზე პირისპირ საუბარს გაურბოდა. სამაგეროდ ზუმზად არის ფარული შეხვედრები გამართოს და ინტრიგები ხლართოს. ამან საბოლოოდ იქამდე მიგვიყარა, რომ ფაქტობრივად ულტიმატუმი წამოყენა იმის საცვლად, რომ ეფიქრა, როგორ დაემარცხებინა ასიმეტრიულად მტერი, რაც მთავარსარდლის მთავარი ამოცანაა. მან მოიფიქრა, როგორ გაკოს ქვეყანა, რომელშიც ვცხოვრობთ. მე არ მიყვარს პრობლემებზე წუწუნი. მე ვთქვი, რომ რუსეთზე გამარჯვებისთვის ასეთ მთავარსარდალთანაც ვიმუშავებდი. რადგან ჩვენ არ შეგვიძლია სირსკის გამოცდილების მეთაური დავაკვირდეთ, ან მისი როლი სათანადოდ არ შევაფასოთ, მაგრამ ომი მთლიანად შეიცვალა. დრონებმა სრულად შეცვალეს ომის არქიტექტურა. მართვის სისტემა შეიცვალა და ჩვენც უნდა შევიცვალოთ. არ შეიძლება ისეთი მეთოდებით მოქმედება, რაც ადრე იყო. система управління змінилася, ми повинні змінюватися. Ми не можемо їхати на тому, що було тоді. სირსკი ფედოროვის კონფლიქტი, როგორც გაირკვა, თვეები აკრძალდება. უკრაინსკაია პრավდას არაერთი საგამოძიებო სტატია აქვს გამოქვეყნებული, სადაც ნათქვამია, რომ ძველი ყაიდის გენერლებისთვის ფედოროვის თანამედროვე მიდგომები მიუღებელი იყო. სირსკი და მისი გუნდი გაბრაზდა, როცა ფედოროვმა ფართო მასშტაბიანი საკადრო წმენდა დაიწყო. შესყიდვების სისტემა შეამოწმა. ღია ტენდერების სისტემა დანერგა და მკაცრი აუდიტი ჩაატარა. ჟურნალისტების ინფორმაციით ფედოროვი უარს ამბობდა სამხედროების ზოგიერთი მოთხოვნის აკმაყოფილებაზე, თუ ის სათანადოდ დასაბუთებული არ იყო. ასეთი მიდგომების გამო ფედოროვის ტექნოლოგიურ არმიასა და მთავარსარდალის გუნდ შორის კონფლიქტი ღია ფაზაში გადავიდა. Можливо, вони не просто жалуються, вони пишуть. მათ შორის მწვავე დაპირისპირება იყო ეს მხოლოდ სიტყვიერი პრეტენზიები არ არის. სირსკის გუნდი ოფიციალური წელებიც სამართალდამცავ ორგანოებს მიმართავდა. თავისი სამინისტროს წინამდე საჩივრებს აგზავნიდნენ, რომ სამინისტრო არ ასრულებდა იმას, რასაც штаბი ითხოვდა. На Міністерство оборони, що вони не виконують те, що їх просить Генштаб. Складова цієї відставки, вона комерційна. მის გადაყენებას მეორე კომერციული მხარეც აქვს. ფედორმა ყველა ფინანსური ნაკადი მისი გუნდის კონტროლში მოაქცია. არსებობს ფაქტები, რომ სარგებელს იღებდა, მაგრამ ბევრი კომპანია ტენდერის მიღმა ამოჩნდა. მანამდე კონკრეტული შესყიდვები პირდაპირ ხელით იმართებოდა, ანუ გადაწყვეტილებებს ინდივიდუალურად იღებდნენ, ვინ რას რა მოცულობით შეიძენდა და ვისგან. შედეგად ბაზარზე არსებობდა კომპანიების გარკვეული წრე, რომლებიც ამ პროცესში მუდმივად მონაწილეობდნენ. ფედოროვის მოსვლის შემდეგ ეს სისტემა შეიცვალა, რის გამოც ბევრი კომპანია ტენდერების და ფინანსური სარგებლების გარეშე დარჩა. ახლა როცა ყველაფერი საჯაროდაა გამოტანილი, პრეზიდენტ ზელენსკის გადაწყვეტილება ხალხისთვის კიდევ უფრო მიუღებელია. ფედოროვის დაბრუნების მოთხოვნით დაწყებული აქციები გენერალ სირსკის გადაყენების მოთხოვნაში გადაიზარდა. ისე ხალხმა აქციებით საკუთარი პოზიცია ერთხელ უკვე გაიტანა. ერთი წლის წინ, როცა ანტიკორუფციული ბიუროს დამოუკიდებლობის შენარჩუნების მოთხოვნით მოსახლეობა ქუჩაში გავიდა, ხელისუფლებას დათმობაზე წასვლა მოუწია. ახლა არავინ ელოდება, რომ ფედოროვს ვინმე თანამდებობაზე დააბრუნებს, თუმცა ვარაუდობენ, რომ შესაძლოა პრეზიდენტმა შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი შეცვალოს. Так а може прибрати сирка, може прибрати м'ясника. და იქნებ სირსკი მოიხსნათ. იქ მიიღოთ გადაწყვეტილება სირსკისთან მუშაობა არც ერთ სამხედროს არ სურს. ახალი თაობა ტექნოლოგიებზეა ორიენტირებული. ჩვენ რუსებს ადამიანური რესურსით და მასობრივი მობილიზაციით ვერ მოუგებთ. ჩვენ უნდა გავაკეთოთ აქცენტი ტექნოლოგიებზე, რათა ნაკლები ადამიანი იბრძოდეს, მაგრამ ბრძოლის ხარისხი და ეფექტიანობა მაღალი იყოს. სირსკი არის ძალიან ძველმოდური სამხედრო გენერალი, მას ბევრი პრობლემა აქვს, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ვერ ხვდება როგორ შეიცვალა ომის მიმდინარეობა. შესაძლებლობების მანიშნებელი იყო პრეზიდენტის აუდიენცია სამხედრო მეთაურებთან. პრეზიდენტის ადმინისტრაციის გავრცელებული ინფორმაციით ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფრონტის სხვადასხვა მიმართულებაზე არსებულ ვითარებაზე ინფორმაცია მეთაურებისგან მიიღო. თუმცა სხვადასხვა მედიაში, მათ შორის Financial Times-შიც დაიწერა, რომ ზელენსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის გენერალ ოლექსანდრ სირსკის შეცვლას განიხილავს, რადგან მისი ხელმძღვანელობის მიმართ კრიტიკა სულ უფრო იზრდება. მედიაში ფედოროვის გათავისუფლების კიდევ ერთ მიზეზს განიხილავენ. პოლიტოლოგები ვარაუდობენ, რომ თავდაცვის მინისტრის ამ ფორმით გაშვების მიზეზი შესაძლოა მისი პოლიტიკური რეიტინგი იყოს. მედიის ინფორმაციით, მიხაილო ფედოროვი პრეზიდენტ ზელენსკისთან ერთად იმ პოლიტიკოსების სამეულშია, ვისაც მოსახლეობა ყველაზე მეტად ენდობა. Федоров вызывает ревность не из-за своих рейтингов. ფედოროვზე ეჭვიანობენ არა მისი რეიტინგის გამო, არამედ იმიტომ, რომ მას აღიქვამენ ახალ ამომავალ პოლიტიკურ ვარსკვლავად უკრაინაში. ფიქრობ, სწორედ ეს
ეს იწვევს ზელენსკის გაღიზიანებას, რომ დასავლეთში ფედერობის მიმართ დიდი ყურადღებაა. მეორე მხრივ, უკრაინელი ელიტების ნაწილი, მათ შორის ოპოზიციური ელიტების გარკვეული ჯგუფებიც ფედეროს აღიქვამენ როგორც ახალ პოლიტიკურ ვარსკვლავს. Тоже воспринимает Федорова как восходящую политическую звезду. Дякую. ახლა შესაძლოა 35 წლის მიხაილო ფედოროვის გათავისუფლების სხვა ვერსიებიც გაჩნდეს, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს. მთავარი ის მემკვიდრეობაა, რაც რეფორმატორმა მინისტრმა 129 სამუშაო დღეში შექმნა. ამ ხნის განმავლობაში მან შეძლო ის, რაც მანამდე არც ერთ თავდაცვის მინისტრს გაუკეთებია. ფედოროვმა შექმნა დრონების მასობრივი წარმოებისა და შესყიდვის სისტემა, რომელმაც ფრონტზე უპილოტო საფრენი აპარატების რაოდენობა 1000-ჯერ გაზარდა. წამოიწყო ოპერაციები, რომლის მიზანიც ოკუპირებული ყირიმისა და რუსეთის სიღრმეში მტრის ლოჯისტიკის, საწვავის საწყობებისა და სამხედრო ბაზების სისტემური განადგურება იყო. ფედოროვის ერთ-ერთ მთავარ მიღწევად ასახელებენ რუსების Starlink-დან გართიშვას. Провели новий етап операції. მისი მინისტრობის ბოლო დღეებში კომპანია Firepoint-მა წარმატებით გამოსცადა რაკეტა FP7X, სარაკეტო სისტემა Freya-სთვის. ფედოროვის მემკვიდრეობა ახლა ევგენი ხმარამ მიიღო. პრეზიდენტმა ზელენსკიმ თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შესრულება სწორედ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოვალეობის ყოფილ შემსრულებელს დაავალა. თუმცა ხმარასთან იურიდიული პრობლემებია. მოქმედი კანონმდებლობით თავდაცვის მინისტრის სამოქალაქო პირი უნდა იყოს. ევგენი ხმარა კი დიდი გამოცდილების და საკმაოდ ეფექტური სამხედროა. ხმარა ერთ-ერთი ავტორი და შემსრულებელია იმ ჯოჯოხეთის, რომელშიც პუტინის რუსეთი ბოლო თვეებია ცხოვრობს. ის ხელმძღვანელობდა მოსკოვში, პეტერბურგსა და რუსეთის სიღრმეში დარტყმით ოპერაციებს, რა დროსაც ყველაზე მსხვილი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები და სამხედრო წარმოებები ცეცხლის ალში გახვიეს. Вот он весь заводик наш полыхает. უსაფრთხოების სამსახური უპილოტო სისტემების ძალებთან და სამხედრო დაზვერვასთან ერთად წარმატებით აგრძელებს რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის განადგურებას. 6-დან 17 ივლისამდე პერიოდში დრონებით დაზიანებული რუსული გემების რაოდენობამ 159-ს მიაღწია. აქედან 117 აზოვის ზღვაში, ხოლო 42 შავ ზღვაში. შავი და აზოვის ზღვები უკრაინელების საცეცხლე კონტროლზეა აყვანილი. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა სარატოვის ოლქის ქალაქ ენგელში კამიკაძე დრონებით გაანადგურა რუსების მორიგი სტრატეგიული ბომბდამშენი, რომელიც უკრაინაზე სარაკეტო დარტყმების მისატანად გამოიყენებოდა. უკრაინელებმა ოკუპირებულ ყირიმში საკის ავიაბაზაზე გაანადგურეს რუსეთის საჰაერო ძალების კიდევ ერთი საფრონტო ბომბდამშენი. თვითმფრინავი უკრაინაზე მორიგი დარტყმების განსახორციელებლად ემზადებოდა, როდესაც მას ომეგა სპეცდანიშნულების ცენტრის დრონები თავს დაესხდნენ. დროებით ოკუპირებული ყირიმი კატასტროფის წინაშეა. ნახევარკუნძულზე საერთოდ გაქრა საწვავი, მოსახლეობას არ მიუწოდება დენი, წყალი და გაზი. შეფერხებით მუშაობს კავშირგაბმულობა. ხალხი ჩივის, რომ კრემლმა ისინი უბრალოდ მიატოვა. Нахуй 2 часа в день, как заебало уже это отсутствие света. Знаете, что я ощущаю? Безысходность. Слово такое есть. Нас просто оставили. Ростову, Краснодару всем помогают. А нам ничего. ძიმე ვითარება რუსეთის ძირითად რეგიონებშიც. უკრაინის შეიარაღებული ძალები აგრძელებენ დარტყმებს რუსეთის ეკონომიკაზე. გუშინ მოსკოვის ოლქში კამიკაძე დრონებით მიიტანეს იერიში კომპანია ვალდბერისის საწყობზე. შედეგად 188,000 კვადრატულ მეტრ ფართობზე მდებარე ობიექტი ასე ლამაზად გიზგიზებდა. Смотрите, семерки тоже больше нету, блядь. Все, Валбериса больше не существует, нахуй. უკრაინული შორსმოქმედი სანქციების ქვეშ მოყვა რუსეთის დარჩენილი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები. საწვავის კრიზისი ყოველდღე მწვავდება. მედიის ინფორმაციით, შესაბამის ვებგვერდებზე სულ უფრო მეტი განცხადება იდება ბენზინ-გასამართი სადგურების გაყიდვის შესახებ. ადამიანებს უბრალოდ უნდათ მოიშორონ ბიზნესი, რომელიც სამგებიანია. Таких
ситуациях что-то да, он не хочет плоховато с бензом. დარჩენილ მომუშავე სადგურებზე კი საწოვის მოსაპოვებლად ხალხს ჯერ UFC-ის ოქტაგონზე ბრძოლა უწევთ. Telegram არხების ინფორმაციით ზოგიერთ რეგიონში ბენზინ გასამართ სადგურებზე სროლის ფაქტიც დაფიქსირდა. რუსების ნერვულ მდგომარეობას ამძიმებს ისიც, რომ საწოვის კრიზისის გამო პროდუქტებზე ფასებმაც მოიმატა. მოქალაქეების გავრცელებული ვიდეოებით ზოგიერთ პროდუქტზე ფასი ორჯერ გაიზარდა. Цены меня просто шокировали. 819 рублей. Корнишоны, пожалуйста. Помидорки 1000, пожалуйста. 900. 1000 сливки. Зашла в пятерочку, купила горбушу, голубику и бананы, и у меня это вышло на 1500 рублей. Какого хера вообще? Как дальше жить? ფასების შესაბამისად ყოველდღურად იზრდება ხალხში უკმაყოფილება პრეზიდენტის მიმართ. როგორც იქნა რუსები მიხვდნენ, ვინ არის დამნაშავე მათი ცხოვრების გაუარესებაში. პუტინის რეიტინგი რეკორდულად ეცემა, სექტემბერში კი ბუნკერის დიქტატორს არჩევნები აქვს. Владимир Владимирович, выводите наших мальчиков. ვლადიმერ ვლადიმერის ძევ, გამოიყვანეთ ჩვენი ბიჭები უცხო ქვეყნიდან, უკრაინიდან და მოდით მივხედოთ ჩვენს ქვეყანას, ჩვენს რუსეთს. ვლადიმერ ვლადიმერის ძევ, თქვენ აღარ გვჭირდებით, დაასრულეთ ომი. Владимир Владимирович, хватит воевать. პუტინი არის ქურდი და მკვლელი, ადამიანი, რომელმაც თქვენთვის არასაჭირო მიწისთვის ქვეყანას უბედურება დამართა. მან წაგვართვა ბიზნესი, წაგართვათ განვითარების შესაძლებლობა. მან თქვენი შვილების მომავალი წაიღო. ახლა კი თქვენი შვილები ომში მიჰყავს, ომში, რომელიც მის გარდა არავის სჭირდება. Он забирает ваших детей на войну, войну, которая нужна только ему одному. Смотреть на Россию без Путина. Мечта у меня такая, мечта это очень большое. Для вас Владимир Путин кто? Ну, наверное, один из самых слабых и неудачных руководителей России. Что будет в России после Владимира Путина? Я надеюсь, что наконец-то будет демократия нормальная. А как он умрет, Умрет. თავად პუტინი კი საკუთარ მოსახლეობას ისევ სხვა სამყაროდან ელაპარაკება და მტრად, ისევ დასავლეთს აცხადებს. Вся русофобская, так называемая, агрессивная часть так называемого коллективного Запада борется с нами. А мы развиваем свою экономику, укрепляем свои финансы. კი, რუსული ეკონომიკა მყარად მხოლოდ პუტინის გამოგონილ რუსეთში დგას. სინამდვილეში კი სიტუაცია უკვე კრიტიკულ ფაზაში შედის. ეკონომისტების შეფასებით ქვეყნის ბიუჯეტში გარღვევაა, ინფლაციის მაჩვენებელი ყოველდღურად იზრდება და რუსეთის ეროვნულ ბანკს მისი შეკავება მალე შესაძლოა აღარ გამოუვიდეს. ფასები პროდუქტებზე, განსაკუთრებით კი იმპორტირებულზე უფრო გაიზრდება და რა შეიძლება გააკეთოს ასეთ ვითარებაში ხელისუფლებამ. ეკონომისტ ლიფსიცის გათვლით შესაძლოა ბანკებში ხალხს ფული გაუყინონ, მაგრამ უფრო მძიმეა პროგნოზი ოლიგარქებისთვის. Никаких хороших перспектив по доходам у России нету. შემოსავლებით კუთხით რუსეთს კარგი პერსპექტივა არ აქვს. ხრელი მზარდია, ომის ხარჯები მზარდია და ეს ფული საიდან უნდა მოვიდეს გაუგებარია. ჰორიზონტზე რუსეთს შესაძლოა ორი ვარიანტი აქვს. პირველი, ოლიგარქების დაფერთხვა. მელნიჩიკო პუტინის საუბარი განვიხილოთ, როდესაც ის მივიდა პუტინთან, მან მაგიდაზე წითელი საქაღალდე დაუდო და მელნიჩიკო იქვე მიხვდა, რომ საქაღალდეში მის წინამდე სისხლის სამართლის საქმე იდო. გაქნა მელნიჩიკომ გადაიხადა მარტივ რუსულ ენაზე ვთქვათ, შესატანი შეიტანა 330 მილიონი დოლარი. ეს ნიშნავს იმას, რომ ახლა ოლიგარქები იმ ეკონომიკურ პრობლემებს გადაწყვეტენ, რასაც სახელმწიფოს ბიუჯეტი ვერ შველის. ოლიგარქები ის მეწველი ჯობი იქნება, რომელსაც მანამ მოწველიან, სანამ არ დაიხოცებიან. მოწველიან ფულს. მათზე ჩამოკიდებენ რეგიონებს, სოციალურ დახმარებებს, პირადი სახსებით გაამაგრებენ რუსეთის ეკონომიკას. ალბათ ეს რაღაც დროით უშველის ვითარებას, მაგრამ ოლიგარქების ფული დამთავრდება და სხვებს მიადგებენ და მაშინ დავილაპარაკოთ მოქალაქეების ანაბრებზე. რეალურად სხვა წყარო არ არსებობს.
И вот тогда мы поговорим о сбережениях остальной части населения. ეს პერსპექტივა ბიზნესმენების ნაწილმა როგორც ჩანს თავადაც დაინახა. მედიის ინფორმაციით რუსეთის უმდიდრესმა ადამიანებმა, მათ შორის პუტინთან დაახლოებულმა ბიზნესმენებმა საკუთარი ქონების სასწრაფოდ გატანა დაიწყეს. კაპიტალი გააქვთ თურქეთში, საემიროებსა და კვიპროსში. ჟურნალისტების ცნობით ზუსტი ციფრის დადგენა შეუძლებელია, რადგან გადარიცხვები კრიპტოვალუტაში ხდება. ბიზნესმენები ქონებას პუტინისგან მალავენ, რადგან ხვდებიან, რომ უკრაინული შორსმოქმედი სანქციების გამო დაწყებული კრიზისი კარგად არ დამთავრდება.